უპირველესად მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ტატო ლასხიშვილს ასეთი შეხვედრების ორგანიზებისთვის. დიდი მადლობა ქალბატონ აზის. დიდი მადლობა თვითონ თქვენთაგანს, რომ მაქვს შესაძლებლობა თქვენთან ერთად ვიმსჯელო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც საჭიროა და თემები, რომლებზეც ვამახვილებთ ყურადღებას და საკითხები, რომლებზეც ვამახვილებთ ყურადღებას, არ არის მხოლოდ დღეს გაჩენილი პრობლემები დიდი ხნის წინა აქვს სათავე აღებული და ამ სათავედან სამწუხაროდ 10 წლეულების განმავლობაში იწამლება ჩვენი საზოგადოება. და ეს არის მიზანმიმართული და მე ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ქალბატონმა თავარმა რაც ბრძანა, განათლებაშია სწორედ ეს პრობლემები თავიდანვე ჩადებული. მე ყურადღებას გავამახვილებ, თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ერთ საკითხზე, ეს არის 90-იან წლებში დაწყებული ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომელიც გულისხმობდა საქართველოსთან ტვინების გადინებას. უპირველესად აქ უნდა ჩამკვდარიყო მეცნიერება და შემდგომ თუ კი ვინმე გამოჩნდებოდა და რა თქმა უნდა გამოჩნდებოდა და საქართველოს ნიჭიერი ადამიანებით არის ცნობილი, ისინი აუცილებლად უნდა გაიყვანათ ჩვენი ქვეყნიდან. მაგალითად მე არ შემკვიდრია არსად გარკვეული კვლევა იმასთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები თუ სკოლების მოსწავლეები, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიადებში და კონფერენციებში იმარჯვებენ და ოქროს მედლებს მოიპოვებენ, შემდგომ როგორ განაგრძობენ თავიანთ სწავლას ან საქმიანობას და სად არიან ახლა ის ადამიანები, იმიტომ რომ მაშინვე სტაცებენ ხელს ამ ახალგაზრდებს და მიყავთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აი ბოლო პერიოდში განათლების რეფორმასთან დაკავშირებით მუდმივად არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოსთან ადამიანებს არ მიეცემათ შესაძლებლობა რომ უცხოეთში გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში. მოდით ასევე ერთგვარად მოვიძიოთ, აბა ეს სტატისტიკური მონაცემები, რამდენი ადამიანი წავიდა, რომელ ქვეყნებში ისწავლეს, დაბრუნდნენ თუ არა ისინი და რამდენად გამოადგა მათი საზღვარგარეთ მიღებული სწავლა განათლება უკვე მათი სამშობლოს საქართველოს ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ თუ ასე შემდეგ წინსვლას. აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრი მათგანი საერთოდ არ დაბრუნებულა საქართველოში და საქართველოში მიღებული გარკვეული განათლება, თუ კი ისწავლეს კერძო სასწავლებელში, რა თქმა უნდა, მშობლების მიერ ინვესტიცია და თუ კი ისწავლეს საჯარო სკოლაში სახელმწიფოს მიერ ინვესტიცია, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნის სამსახურში ჩადგა იმ გამოცდილების მიღების შემდეგ, რომელიც მათ იქ მიიღეს და იმ ურთიერთობის ჩამოყალიბების შემდეგ, მე ახლა უფრო მეტი კონკრეტიკისკენ არ წავალ, რომელიც მათ დაამყარეს ამა თუ იმ ქვეყანაში, ამა თუ იმ ორგანიზაციასთან. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ საკითხს, რასაც სახელმწიფო ხელისუფლება დგამს, ძალიან ბევრ ნაბიჯს, რასაც სახელმწიფო ხელისუფლება დგამს, სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ ალბათ და ვიფიქროთ იმაზეც, ხომ არ არის ყველა ამ ნაბიჯის, ყველა ამ რეფორმის უკან უპირველესად სწორედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვა. და არა ის, რომ ვიღაც კონკრეტული, ამ შემთხვევაში კონკრეტული ვთქვათ უმაღლესი სასწავლებლის მეპატრონის თუ მფლობელის რაღაცა ბიზნეს ინტერესების გათვალისწინება. სახელმწიფო ასეთ დროს სრულიად ბუნებრივია, ჩვენ ვიცნობთ მსოფლიოს სახელმწიფოების ისტორიას, მათ შორის იმ სახელმწიფოსიც, რომლის შემადგენლობაშიც იყო საქართველოს 69 წლის განმავლობაში და სხვანაირად წარიმართებოდა განათლების პოლიტიკა და უპირველესად საჭირო იყო იმ ქვეყნის, იმ სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინება. და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს რესურსი და ყველაზე დიდი რესურსი, რაც ჩვენსნაირ მცირერიცხოვან ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს, ეს არის სწორედ ინტელექტუალური რესურსი, უბრალოდ გაედინება და სხვა ქვეყნების ბაზარზე იაფად იყიდება, ისევე როგორც თავის დროზე საქართველოსთან გაყავდათ გოგო ბიჭები და როგორც ცოცხალ საქონელს ისე ყიდნენ მონათა ბაზრებზე. ამ შემთხვევაში ინტელექტუალურ მონათა ბაზრებზე იყიდება ქართული ინტელექტუალური გონი და ეს არის სწორედ ყურადღება მისაქცევი და ამ შემთხვევაში ამ ადამიანების ჩაყენება საქართველოს სახელმწიფო სამსახურში. მე გავიხსენებ ერთ მაგალითს იმ დროინდელი იმ პერიოდიდან გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, როდესაც ყაზახეთის პირველ მდივნად, პრემიერ-მინისტრი კი ნაღამ თუ პირველ მდივნად დაინიშნა კუნაევი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყაზახეთი გადაექცია 1964 წლიდან.
რომელ პერიოდზე ვამბობ. აგრარული ქვეყნიდან სამრეწველო აგრარულ რესპუბლიკად გადაექცია. და 20 წლის განმავლობაში მან ეს მოახერხა, იმიტომ რომ მაშინდელ საბჭოთა კავშირში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში გაგზავნა ახალგაზრდები ყაზახეთიდან, რომლებმაც შეისწავლეს სხვადასხვა დარგები, საინჟინრო, ეკონომიკური დარგები, ამის პარალელურად დაიწყეს ყაზახეთში სამრეწველო საწარმოების აშენება და საბოლოო ჯამში ყაზახეთი გახდა მესამე ეკონომიკა რუსეთის ფედერაციის, უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკის შემდეგ და ყაზახეთი იყო მესამე. და მე ამას რატომ ვიხსენებ ახლა კუნაევის ასე ვთქვათ ნოსტალგია კი არა მაქვს ან იმ პერიოდის. როდესაც ყაზახეთი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო და ისევე როგორც საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა, პრეზიდენტმა ყოფილმა ცეკას მდივანმა ასევე ნაზარბაევმა ზუსტად იგივე ნაბიჯი გადადგა და უკვე არა მხოლოდ საბჭოთა სივრცეში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გაგზავნა ყაზახეთიდან ახალგაზრდები, რომლებსაც დაუფინანსა სწავლა ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტებში, ასევე რუსეთის, ასევე ჩინეთის, იაპონიის, რომელთაც ჰქონდათ ვალდებულება დაბრუნებულიყვნენ შემდგომ უკვე ყაზახეთში და აქტიური მონაწილეობა მიიღოთ ქვეყნის აღშენებლობაში. სწორედ ამ ადამიანებმა ააშენეს ქალაქი ასტანა, რომელიც დღეს არის ყაზახეთის დედაქალაქი. საქართველოსაც გარკვეული ნაბიჯები ამ თვალსაზრისით გადადგა, მაგრამ მე აქ დაბრუნებული და აღშენებლობის ფერხულში ჩაბმული ვერავინ ნახე. ესე იგი, აქ გვაქვს ჩვენ სწორედ ის ვუშვებთ იმ შეცდომას და სწორედ აქ გვაქვს ეს პრობლემა. როგორ უნდა ავაშენოთ ძლიერი ქართული სახელმწიფო, რომელიც ერთგვარ იდეად უნდა იყოს ჩამოყალიბებული. მაგალითად, ჩვენ ადამიანებს, ვისაც გვახსოვს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმოწერა და იმ სიხარულის გამზიარებლები ვართ, ხომ, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვება ჰქვია. მაშინ ვიცოდით, რომ ეროვნული იდეა იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვება, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება. ამ 35 წლის განმავლობაში რა არის საქართველოს იდეა? აი მას შემდეგ რაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი, რა არის იდეა, რომელიც ჩვენ ყველას გაგვაერთიანებს? ჩვენ ხო გვახსოვს, რომ 400,000 წევრი ყავდა კომუნისტურ პარტიას, რომლის ოპონირებასაც, რომელსაც უწევდა მაშინდელი ეროვნული მოძრაობა. ჩვენ ხო გვახსოვს, რომ საქართველოს მოსახლეობის 97%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას. მათ შორის 400,000-მა კომუნისტმა, 380,000 ვთქვათ, კი ბატონო, თუ ვიღაც მხარს არ უჭერდა. ესე იგი, ჩვენ ყველანი მაშინდელი მმართველი პარტიის წევრებიც, მხარდამჭერებიც, მაშინდელი ხელისუფლების და ასევე ვინც ოპონირების რეჟიმში ვიყავით, მხარს უჭერდით საქართველოს დამოუკიდებლობას, მაგრამ დღეს ჩვენ ყველანი ვართ თუ არა მზად იმისთვის, რომ ძლიერი ქართული სახელმწიფო შევქმნათ და ეს გახდეს ჩვენი საერთო ეროვნული იდეა. და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის, ამაზე უნდა შევთანხმდეთ და ჩამოვყალიბდეთ, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ეხლა პირდაპირ საკითხებზე გადავალ, საქართველოს უცხოურ გავლენას და გარედან ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში არ არის ერთიანი და ეს გაუცხოება ერთმანეთის მიმართ, ეს დაპირისპირება საბოლოო ჯამში არა მხოლოდ ერთი კონკრეტული სახელმწიფოს ან ერთი კონკრეტული გაერთიანების მხრიდან საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას კი არ უწყობს ხელს, არამედ ყველა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ახლო სამეზობლოშია თუ შორეულ სამეზობლოში, რეგიონული ასე ვთქვათ, პრობლემები შექმნელია ჩვენთვის თუ უფრო გლობალური პრობლემები შექმნელი, ყველას ხელფეხს უხსნის და ფაქტობრივად ყველა ერევა ასეთ შემთხვევაში საქართველოს საშინაო საქმეებში და ასე ხდებოდა 35 წლის ვთქვათ ასე 31 წლის განმავლობაში, ან 32 წლის განმავლობაში. მხოლოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდგომ დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ საუბარი იმაზე, რომ მას სჭირდებოდა სუვერენიტეტის დაცვა და ის არ დაემორჩილებოდა კონკრეტული სახელმწიფოების თუ გაერთიანებების დიქტატს. და ამასაც რა რეაქცია მოყვა მსოფლიოს საზოგადოებრივების მხრიდან, ევროპულს გულისხმობ და ამერიკულს, ჩვენ ყველანი კარგად ვხედავდით, რა ზეწოლის გაძლება ხდებოდა ხელისუფლებას იმისთვის, რომ დაეცვა საკუთარი ინტერესები და აქ რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციული გამოსვლებით არ დაეზიანებინა უპირველესად საქართველოს სახელმწიფო, რომლის მიმართაც რუსეთს ასევე შეეძლო ძალიან მძიმე ასე ვთქვათ, ეკონომიკური ბერკეტების მძიმედ გამოყენება იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა მთლიანად ჩამოშლილიყო და ამავდროულად ეს ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება სურდათ, არ ითვალისწინებდნენ იმ გარემოებას, რომ საქართველო რეალურად არის გზაჯვარედინზე. აი, ქალბატონმა თამარმა აღნიშნა, რომ ჩვენ ისეთ ადგილზე ვართ, სადაც მეზობლები ვართ და სამეზობლო ანგარიშის გაწევა გჭირდება ყველა შემთხვევაში.
ევროპისთვისაც, ევროპული ნაწილისთვისაც და ასევე აზიური ნაწილისთვისაც. და ჩვენ გვჭირდება ჩრდილოური და სამხრეთისთვისაც ანგარიშის გაწევა. ჩვენ ვართ საბედისწერო გზაჯვარე დინზე. და ამ შემთხვევაში ჩვენზე გავლენის ერთი მხრიდან გავლენის მცდელობა ბუნებრივია იწვევს სხვა მხრიდან გავლენის მცდელობასაც. და საბოლოო ჯამში ჩვენ ვიჭლიტებით, თუ წარმოვიდგენთ ფიგურალურად ამას, როდესაც ორი დიდი ტანკერი მიდის და იქ სადღაც არის პატარა ნავი. უბრალოდ ამ ტანკერის მიერ გამოწვეულმა პატარა ტალღამაც კი ის პატარა ნავი შეიძლება ააბრუნოს, აატრიალოს. და ჩვენ გვეუბნებიან, რომ არა, თქვენ უნდა მოიქცეთ ისე, როგორც ჩვენ გვეტყვით და საერთოდ აღარ ფიქრობენ იმაზე, უпростоრე სათავისოდ ფიქრობენ, მაგრამ იმაზე არ ფიქრობენ, ჩვენ რა ზიანი შეიძლება მოგვადგეს, როდესაც მეორე ტანკერი გამოივლის ამის გვერდით ან ამის საპირისპირო მხრიდან. ჩვენ არავინ არ გვიცავს მაშინ, როდესაც და არც გვიცავდა კაცმა რო თქვას, საჭმელს კი გვიგზავნიდნენ, ახლა პატიოსნები უნდა ვიყოთ ამ შეფასებების დროს ამერიკელებიც და ევროპელებიც. და ამას დიდი გავლენა ჰქონდა მართლა პოლიტიკური სტაბილურობის შექმნაზე, იგივე პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის დროს. მაგრამ რეალურად მათ ხომ უნდა იცოდნენ და ისინი ხომ უნდა ხედავდნენ თავიანთი გავლენის გაფართოების მცდელობისას, რომ საქართველო თხელყინულზე დადის. როდესაც ადამიანს უნდა გაყინულ ტბაზე გადასვლა. ის, რა თქმა უნდა, ეცნობა ამინდის პროგნოზს. ის, რა თქმა უნდა, აქცევს ყურადღებას ძალიან ბევრ გარემოებას. მაგრამ უპირველესად წინ იყურება, რომ ის ხომ არ ცდება ის პროგნოზი და ფეხი არ ჩამიტყდეს, არ ჩავარდე ამ ყინულში, თხელი ხომ არ არის ეს ყინული. ფრთხილად ხო არ უნდა ვიარო. მაღალხუსლიანი ჩემიცგია იგავიარო თუ ძალიან ფრთხილად რბილძირიანი, რბილანჭიანი ფეხსაცმლით უნდა ფრთხილი ნაბიჯებით გადავიარო ის ყინული. არა, ჩვენ ხელს კრავენ პირდაპირ და გვეუბნებიან, რომ მიდი გადაირბინე. და ჩვენ ჩავარდებით თუ არ რო ჩავარდებით ამოგიყვანთ მერე და რო ვერ ამომიყვან და რო დავრჩები იმ ტბაში ფსკერზე მერე რა უნდა ეშველოს. მათთვის საქართველო არის პირდაპირ შემიძლია ვთქვა და არც არასოდეს მოვრიდები ვარ, ასე ვთქვათ, უხეშ შეფასებებს, მათთვის საქართველო არის ტერიტორია, ჩვენთვის არის სამშობლო. და ჩვენ გვინდა ჩვენ სამშობლოში ძლიერი სახელმწიფოს აშენება, ამ სამშობლოს დასაცავად. და მათთვის ჩვენ ვართ ტერიტორია, ქართველი იცხოვრებს თუ არა ქართველი იცხოვრებს, ვინ იცხოვრებს, მათთვის სულ ერთია, ჩრდილოეთიდან ნაკადი სამხრეთისკენ უნდა წავიდეს, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და პირიქით. ამ ტერიტორიაზე ჩვენ ვიქნებით თუ არ ვიქნებით, ეს ტერიტორია მაინც აქ იქნება. და ამავდროულად წეღა რომ მოვიყვანეთ დიდი ტანკერის და პატარა ნავის, ჩვენ ხო ვერ გავეცლებით დიდ ტანკერს. პატარა ნავი შეიძლება მოაშორო ზღვაში დიდ ტანკერს. მაგრამ როდესაც ეს ტანკერი შენს გვერდით არის და ვერანაირად მას თავს ვერ დააღწევ, ხო უნდა ისწავლო ამ ტანკერით გამოწვეულ ტალღებთან ერთად ცხოვრება. და ჩვენ გვეუბნებიან, არა, თქვენ უნდა იცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა და არა ისე, როგორც თქვენ საუკუნეების განმავლობაში გიცხოვრიათ. და ჩვენ სულ ამ მდგომარეობაში ვიყავით, ოსმალეთი, სპარსეთი, მერე გამოჩნდა რუსეთი, რომელსაც ჰქონდა, რა თქმა უნდა, თავისი სიკეთეები და ამავდროულად იყო, რა თქმა უნდა, ნეგატიური გავლენაც. იგივე თქვათ ეკლესიასთან დაკავშირებით. მაგრამ თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ როგორც დიდ ბრიტანეთში იყო ანგლიკანური ეკლესიის მეთაური მეფე, ზუსტად ანალოგიურად რუსეთშიც იმპერატორი იყო, რომელსაც სინოდი რომელ ქვეყანაშიც ეკლესიას სინოდი მართავდა, სინოდალური მმართველობა იყო და ობერპროკურორი მართავდა. ანუ იმპერატორი იყო ეკლესიის მეთაური. ამან გამოიწვია სწორედ, ეხლა აღარ არის პრეზიდენტი რუსეთში იგივე ეკლესიის მეთაური. მაგრამ აი ამან გამოიწვია სწორედ ის, რომ საქართველოს ეკლესია მის შეერთებულ ტერიტორიაზე სწორედ ის პოლიტიკა გაატარეს. უბრალოდ მე რას ვფიქრობ, იცით?